დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, წარმოადგენთ სრულიად ახალი ტექნოლოგია. მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ფიზიკურ ხარეს თუ ლაპარაკობს გენეტიკური კოდი, ჩვენი აღმოჩენით, რომელიც თვეების განმავლობაში ჩვენი სპეციალისტები და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მივედით იქამდე, რომ ვიპოვეთ, რომ როგორც არსებობს გენეტიკური კოდი, არსებობს ფსიქოლოგიური კოდი ადამიანის, რომელიც ხსნის მთელ ინფორმაციას ადამიანის შესახებ, მისი ქცევის შესახებ, აზროვნების, ემოციების და ასე შემდეგ. დღეს წარდგენილი პროექტი ნამდვილად ძალიან უნიკალური და ინოვაციურია იმ კუთხით, თუ ერთი როგორი სტრუქტურა აქვს და მეორე რა შინაარსებზე შეიძლება გავიდეს. პირველი და მნიშვნელოვანი რაც უნდა ვახსენოთ არის ის, რომ უნდა გავითვალისწინოთ ეთიკური საკითხები, როგორც კვლევის მეთოდის და ეს ნებისმიერი კვლევის მეთოდოლოგიისთვის, ასე ვთქვათ, ლოგიკური არის ფსიქოლოგიაში და ნაცნობია, ამიტომ იგივენაირი ეთიკური მოთხოვნები ექნება ამ პროექტსაც, ეს ერთი და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის უნიკალური საშუალება კიდევ ერთი ახალი გზით ვიკვლიოთ ისეთი საკითხები, რომელიც ემპირიული სიმყარე არ აქვს. Humanoid სისტემა, რომელიც შეიქმნა ბიზნესსა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რომელიც აბსოლუტურად ინოვაციურ ტექნოლოგიას გვთავაზობს აღნიშნულ სფეროში, ჩაშენებული იქნება კურიკულუმში, საბაკალავრო პროგრამის საფეხურზე, ფსიქოლოგია და ციფრული სამყარო, რომელიც უკვე მასპინძლობს სტუდენტების პირველ ჯგუფს და ჩვენი სტუდენტები ისწავლიან სწორედ იმ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს, რომლითაც აღნიშნულ დარგში შეიძლება თავისი საქმიანობა აწარმოონ, მას შემდეგ რაც დაასრულებენ აღნიშნულ პროგრამას. ეს არის ნამდვილად უნიკალური მიღწევა, რომელიც გვახარებს, რომ შეიქმნა ჩვენს უნივერსიტეტში და ვფიქრობთ, რომ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას ახლებური ცოდნა მიიღოს და დაეუფლოს იმ ტექნოლოგიებს, რომელიც დაეხმარება წარმატებით ახორციელოს თავის პროფესიულ საქმეში.